რადიო იმედზე თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად მოგესალმებით დილა მშვიდობისა ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და პირდაპირ ეთერში გვერდდება ლევან ჯიქია ისტორიკოსი დღეს ჩვენ ვისაუბრებ დამფუძნებელი კრების შესახებ რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის მოგესალმებით ბატონ ლევან სანამ დავიწყებთ დამფუძნებელი კრების მნიშვნელობაზე საუბარს მოდით ვისაუბროთ იმ არჩევნების შესახებაც, ხო, რომელიც წინ უძღვნოდა კრების შეკრებას, რომელიც ჩატარდა 1919 წლის 14-16 თებერვალს. დიახ, მოგესალმებით, რადიო მსმენელს, მადლობა ჩართვის შესაძლებლობისთვის. მოგესალმებით 1918 წლის 26 მაისს აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, მანამდე ჩვენ ვიყავით რუსეთის იმპერიის განაპირა მხარე და ბუნებრივია ჩვენ ვერ გექნებოდა ჩვენი საკანონმდებლო საარჩევნო კანონმდებლობა და თან ფორს-მაჟორში მოხდა მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და შესაბამისად 1918 წლის 26 მაისს და მის ახლო ხანებში ვერ ჩატარდებოდა საქართველოში არჩევნები, თუმცა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მალევე დაიწყეს ზრუნვა საარჩევნო კანონმდებლობის შესაქმნელად და ჩვენ აქ ვხვდებით საკმაოდ დიდ რევოლუციურ გარღვევებს საქართველოში თანასწორობის და დემოკრატიის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, სწორედ ამ კანონმდებლობაში ვხვდებით ჩვენ იმ უფლებებს, რომლებიც ქალებმა მოიპოვეს მაშინ, ეს იყო რომ მათ შეეძლოთ არჩევნებში პოლიტიკური ნების დაფიქსირება, ასევე უფრო მეტიც თვითონ ყოფილიყვნენ არჩევლები და შესაბამისად ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ეს კარგად გამოიყენეს დამფუძნებელი კრების არჩევნების დროს, მათ როდესაც წარადგინეს საარჩევნო სია, ჩვენ ხვდებით ამ სიებში 26 ქალს. თუმცა მხოლოდ საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა მუშათა პარტიამ, ანუ იგივე მენშევიკურმა პარტიამ შეძლო 5 ქალბატონის გაყვანა ამ არჩევნებზე, თუმცა სანამ ამ არჩევნებზე ვისაუბრებდეთ, მინდა ურედესი თქვით გითხრათ თუ როგორ გადაწყდა საქართველოში 1919 წლის თებერვლისთვის ამ არჩევნების დანიშნვა, მანამდე 1919 წლის შემოდგომისთვის უნდათ არჩევნების ჩატარება საქართველოში, თუმცა თქვენ მოგეხსენებათ პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ პარიზში შეიკრიბა გამარჯვებული სახელმწიფოების წარმომადგენლები, ახალი მსოფლიო წესრიგი უნდა ჩამოეყალიბებინა და საქართველოს როგორც ახლადშობილი სახელმწიფო აპირებდა ამ კონფერენციაზე გაეგზავნა დელეგაცია, რომელიც ოფიციალურად მოითხოვდა გამარჯვებული სახელმწიფოების მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო და დე-იურე აღიარებას, მაგრამ გადაწყდა რომ აი ამ კონფერენციაზე დელეგაცია გაეგზავნა მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანოს, ან ორგანოს, რომელიც ხალხის მიერ იქნებოდა არჩეული და შესაბამისად გადაწყდა რომ შემოდგომის ნაცვლად არჩევნები ჩაეტარებინათ საქართველოში 1919 წლის 14-16 თებერვალს. და ამ 3 წლის განმავლობაში ტარდებოდა მაშინ ეს არჩევნები. ერთი ის რომ არჩევნები თან საპარლამენტო არჩევნები ახალი ხელი იყო საქართველოსთვის და მეორე გარკვეული პროპაგანდა იყო საჭირო, რათა ამორჩეველი მისულიყო საარჩევნო ყუთებთან და 3 წლის განმავლობაში ტარდებოდა საქართველოში არჩევნები, თუმცა რიგი მიზეზების გამო მაშინ ეს არჩევნები არ ჩატარებულა საქართველოს რამდენიმე რეგიონში. მაგალითად სვანეთში არ ჩატარებულა. კლიმატური პირობებიც სახელდება, ხო, და რთული პოლიტიკური სიტუაცია. დიდთოვლობა იყო ასევე რაჭაშიც, სანქარბუქი იყო და იქ მართალია 14-16 თებერვალს ვერ ჩატარდა არჩევნები, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტა რომ არჩევნები ჩაეტარებინათ 17-19 თებერვალს და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იქ ჩატარებული არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად ცნო. თუმცა იყო სხვა ფაქტებიც, მაგალითად აფხაზეთში არ ჩატარებულა მაშინ არჩევნები, რადგანაც გარკვეული დაძაბული ურთიერთობა იყო საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის, რომელსაც აღვივებდნენ ქართველი ბოლშევიკები, აღვივებდნენ ასევე საბჭოთა რუსეთის წარმომადგენლები და ამიტომაც იქ არ ჩატარებულა მაშინ არჩევნები, ასევე არჩევნები არ ჩატარებულა ახალციხის და ახალქალაქის მაზრებში. თქვენ იცით რომ სომხეთთან ომი ახალი დამთავრებული იყო, ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო ჯერ კიდევაც და ამიტომაც იქაც იმ პერიოდში არ ჩატარებულა არჩევნები.
დამბუზებელი კრება იყო 130 მანდატიანი, მთელი საქართველოს მასშტაბით პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყეს აგიტაცია, პრესაში ქვეყნდებოდა მათი მოწოდებები და გარდა ამისა მინდა გითხრათ, რომ 15 პოლიტიკურ სუბიექტს მიეცა მაშინ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, 15 პოლიტიკური სუბიექტი დარეგისტრირდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მათ რიგითი ნომერი იმის მიხედვით ენიჭებოდა თუ ვინ დაარეგისტრირდებოდა პირველი და პირველი გახდა ამ შემთხვევაში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, ანუ იგივე მენშევიკური პარტია და სულ 15 სუბიექტი იყო, როგორც გითხარი და ამ 15 სუბიექტს შორის რამდენიმე იყო ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან მიერ შექმნილი პოლიტიკური პარტიები, მაგალითად, დაშნაკცუთუნი იყო ესეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ფაქტობრივად იყო სომხური პარტია, სომხეთში იყო მმართველი ძალა, ეს დაშნაკები და მათ მიეცათ საქართველოში არჩევნებში მონაწილეობის უფლება. იყო ასევე რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც ნაწილობრივ რუსეთით იყო დაკომპლექტებული, ნაწილობრივ ქართველებით, ესეც შეიძლება ითქვას, რომ სხვა ქვეყნის პოლიტიკური პარტია იყო, მაგრამ მათაც მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. გარდა ამისა, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსაც მიეცათ შესაძლებლობა შეექმნათ პოლიტიკური პარტია და მათ ორი პოლიტიკური პარტია შექმნეს. ეს იყო ერთი მუსულმანთა კავშირი და მეორე ბორჩალოს მაზარაში მცხოვრებ მუსულმანთა მიერ შექმნილი პოლიტიკური პარტია, ანუ რეგიონალური ნიშნით იყო შექმნილი ეს პოლიტიკური პარტია და დღეს იცით რომ ეს ქართული კანონმდებლობით იკრალება და ასევე საქართველოში მცხოვრებმა ბერძნებმა შექმნეს პოლიტიკური პარტია, ელინთა კავშირი იყო, თუმცა არჩევნებში რა თქმა უნდა მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ შეძლო იმ ზღვარის გადალახვა და მანდატის მოპოვება. ყველაზე სოლიდური გამარჯვება მოიპოვა საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა მუშათა პარტიამ, რომელმაც 130 მანდატიდან 109 მანდატის მოპოვება შეძლო, დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის დარჩენილი 21 მანდატის შემდეგნაირად გადანაწილდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა 8 მანდატი ერგო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიას და 5 მანდატი მოიპოვა საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა, ანუ იგივე ესერთა პარტიას და აი ესე დაკომპლექტდა მაშინ საქართველოს დამფუძნებელი კრება. ბატონ ლევან, დიახ, დაასრულეთ და მე მინდოდა რომ აი მეკითხა ამ წინა საარჩევნო პერიოდის შესახებ ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იყო პრესა, ხო, სადაც იყო მოწოდებები დაბეჭდილი, ხო, საარჩევნო ლოზუნგები და ასე შემდეგ. ანუ ისეთი საარჩევნო კამპანია იყო უკვე იმ პერიოდისათვის. დიახ, საარჩევნო კამპანია გაიშალა მაშინ და იქ ერთმანეთს აშავებდნენ, შეიძლება ესე ითქვას, პოლიტიკური პარტიები, ერთმანეთს განსაკუთრებით დაუპირისპირდნენ სოციალ-დემოკრატები და ეროვნულ-დემოკრატები, მოგვესწრებათ ერთი პოლიტიკური ძალა, ეს იყო მემარცხენე პოლიტიკური ძალა, ისინი იყვნენ სოციალისტები, ეროვნულ-დემოკრატები იყვნენ მემარცხენე პოლიტიკური ძალა და განსაკუთრებული დაპირისპირება მათ შორის წარიმართა და აი რო გადახედოთ იმ პერიოდის პრესას, როგორც ცდილობდნენ ერთმანეთისთვის ხმების წარქმევას და ერთმანეთის გაშავებას, რომ ხარ უნდა მისცეთ მათ იმ პარტიას, ეროვნულ-დემოკრატები, სოციალ-დემოკრატები ეძახდნენ ყოფილი თავადაზნაურობის პარტიას და ასე შემდეგ და ასე სხვა პარტიებს შორისაც, მაგალითად სოციალისტ-ფედერალისტებსა და სოციალისტ-რევოლუციონერებს შორისაც იყო ასეთი ჭიდილი, ამას თქვენ აშკარად დაინახავთ, ორივე სოციალისტური პარტია იყო და აუნჩეოს არწევდნენ ერთმანეთს, რომ აი რომ მიხოთ საარჩევნო ყუთიდან იქ არ ჩააგდოთო ნომერი 5-ო, აცხადებდნენ სოციალისტ-რევოლუციონერები და 5 იყო სოციალისტ-ფედერალისტები. აი ესე ცდილობდნენ ერთმანეთისთვის ხმების წარქმევას და აი მაშინაც იყო გარკვეული დარღვევები, რაც კანონმდებლობით იკრძალებოდა, მაგალითად ერთმანეთის პლაკატებს ზეთავიანთ პლაკატს აკრავდნენ. სამწუხაროდ დღესაც გვაქვს ამისი პრეცედენტები საქართველოში და მაშინაც იყო. სამწუხაროდ იყო ასევე სხვა დარღვევებით, მაგალითად მმართველმა ძალამ და იცით მმართველი ძალა სოციალ-დემოკრატები იყვნენ, სახელმწიფო რესურსი ჩართეს საარჩევნო კამპანიის დროს და გამოიყენეს, მაგალითად ჯარისკაცები შედიოდნენ ცალკე უსოფლებში და აშინებდნენ მოსახლეობას, ეუბნებოდნენ, რომ თუ ნომერ 1, ანუ სოციალ-დემოკრატებს ხმას არ მისცემთ, მაშინ კაცები დაჯარიმდებით 10 მანეთით და ქალები 5 მანეთით და ამანაც რა თქმა უნდა გარკვეული გავლენა იქონია. ასევე დარღვევებს ვხვდები ჩვენ სხვა პარტიების მხრიდანაც, მაგალითად დაშნაკცუთუნის წარმომადგენლები
ორი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ცდილობდნენ გაყალბებული საბუთებით ხრის ნაცვლად ხმის მიცემას. ასევე ამ დაშნაჩოთულის ოფისში ხალხის საბუთები აღმოაჩინეს და აი საკითხები კარგად არის შესწავლილი დღევანდელ ქართულ ისტორიოგრაფიაში მახაზმაც ბერიძე, ოთარ ჯანელიძე, ბატა სურგულაძე და სხვაებსაც ძალიან კარგი ნაშრომები აქვს ამ მიმართულებით და შეგვიძლია აი თვალყური მივადევნოთ როგორ მიმდინარეობდა საერთოდ წინასაარჩევნო კამპანია და როგორც გითხარით დამაჯერებელი გამარჯვება სოციალ-დემოკრატებმა მოიპოვეს და სხვა პოლიტიკური პარტიებიც აღიარებდნენ სხვათა შორის რომ თუნდაც რო არ ყოფილიყო ეს დარღვევები იმდან დიდი იყო ამ პარტიის უპირატესობა რომ მაინც ისინი მოიპოვებდნენ უმრავლესობას საქართველოს დამფუძნებელ კრებაში, საქართველოს პირველ არჩეულ პარლამენტში და ეს განპირობებული იყო არა იმით რომ მაშინ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მარქსიზმის მიმდევარი იყო ან სოციალისტებს უჭერდა მხარს, უბრალოდ საქმე ის იყო რომ სოციალ-დემოკრატიული პარტია იყო ყველაზე გამოცდილი პარტია მათ არჩევნებში მონაწილეობის ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდათ, აი რუსეთის იმპერიის არსებობის დროს არსებობდა სახელმწიფო სათათბირო და გარკვეული კვოტები კავკასიის რეგიონსაც ჰქონდა გამოყოფილი და ამ არჩევნებში ყოველთვის სოციალ-დემოკრატები იმარჯვებდნენ და საარჩევნო კამპანიაც ძალიან სწორად წარმართეს. აი ამ ყველაფრის შედეგი იყო ის, რომ მათ მოიპოვეს, როგორც გითხარით, დამაჯერებელი გამარჯვება და შემდეგ უკვე საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც არ ჩატარდა არჩევნები თებერვალში, ვერ ჩატარდა უკვე ჩატარდა არჩევნები, მათ შორის აფხაზეთში და მცირე ცვლილებები მოხდა პარლამენტში. სოციალ-დემოკრატები უკვე არიან დაინტერესებული საარჩევნო კამპანიის წარმოებით და ფაქტობრივად არც უწარმოებიათ ეს საარჩევნო კამპანია, ისედაც უმრავლესობა ჰქონდათ პარლამენტში, უფრო იაქტიურეს სხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმა და შესაბამისად გარკვეული ცვლილებები გვაქვს. ბატონ ლევა. და მოდით რაღაცნაირად ჩვენი დრო იწურება და მინდა რომ დამფუძნებელი კლუბის პიროს თომასეც ვისაუბროთ. და საქმიანობაზე რა თქმა უნდა. დამფუძნებელი კლუბის პირველი სტომა ჩატარდა 1919 წლის 12 მარტს, თუმცა ეს დღე შემთხვევით არ შერჩეულა, ეს იყო როგორც მაშინ ეძახდნენ რუსეთის დიდი რევოლუციის გამარჯვების დღე. ანუ 12 მარტი მიიჩნეოდა რუსეთის 1917 წლის თებერვლის გამარჯვების დღე და შესაბამისად სოციალ-დემოკრატებმა როგორც გამარჯვებულმა ძალამ გადაწყვეტეს რომ ეს დღე ყოფილიყო საქართველოს დამფუძნებელი კრების გახსნის დღე და მართლაც განსაკუთრებით მოემზადა თბილისი ამ დღისთვის. თქვენ იცით რომ საქართველოს დამფუძნებელი კრები მაშინ მუშაობდა ეგრეთ წოდებულ თბილისის სასახლეში, ან დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, თავიდან იქ მარტო დამფუძნებელი კრების ხომები არ ტარდებოდა, იქ იყო ასევე განლაგებული სახალხო გვარდიის შტაბი, ასევე მთავრობის კანცელარია, თუმცა შემდგომში სხვაგან გადავიდნენ. ისინი და მხოლოდ დამფუძნებელი კრება მუშაობდა 2 წლის განმავლობაში ამ შენობაში და ჩვენ გვაქვს ასევე გარკვეული ჩანაწერები თუ ვინ ესწრებოდნენ ამ პირველ სხდომას. პირველ სხდომას ესწრებოდა საქართველოში საკრეტებული უცხოქვეყნის მისიათა წარმომადგენლები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ლეონიდე მომავალი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე, ასევე სასულიერო სემინარიის რექტორი კორბელი კეკელიძე და სხვა საპატიო პირები, მათ შორის რა თქმა უნდა იყვნენ ასევე მთავრობის წარმომადგენლები, მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, ვერამიშვილი, ევგენი გეგეჭოვი და სხვები და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ მაშინ დაშვებული იყო, რომ პარლამენტის წევრობასთან ერთად ადამიანს შეეძლო შეეთავსებინა სხვა საქმიანობაც, მაგალითად, მთავრობის წევრებით ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი იყვნენ ასევე პარლამენტის წევრებიც. თუმცა ხელფასი რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი სამსახურიდან ეძლეოდა ადამიანს და მაშინ დამფუძნებელი კრების წევრის ხელფასი იყო 1500 მანეთი, მინისტრის კი იყო 3000 მანეთი. და სხვათა შორის, როგორც დღეს არის, მაშინაც პირველი სხდომა უნდა გაეხსნა დამფუძნებელი კრების პარლამენტის ყველაზე უხუცეს წევრს. და ამ დროისთვის ყველაზე უხუცესი წევრი იყო ეროვნულ დემოკრატი ნიკო ნიკოლაძე, რომელიც გახდათ 76 წლის. მაგრამ ნიკო ნიკოლაძე მაშინ არ იმყოფებოდა თბილისში და შესაბამისად ეს პატევი ერგო სოციალ-დემოკრატ სილიბისტრო ჯიბლაძეს, რომელიც იყო 60 წლის. და მდივნობა დაეკისრა ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატს, რომელიც გახდა სოციალ-დემოკრატი გიორგი გოგიტა ფაღავა. ის იყო რაღაც 24 წლის აი ამ დროს.
და სილიბის დროს ჯიბლაძემ დიდებული სიტყვა წარმოთქვა, რომლის შემდეგ აირჩიეს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე გამარჯვებულმა პარტიამ წარადგინა ნიკოლოზ კარლოჩხეიძის კანდიდატურა, კარლოჩხეიძე წარესწრებოდა ამ სხდომას, აირჩიეს მისი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე, აირჩიეს პრეზიდიუმი და ასე შემდეგ და შემდეგ უკვე სხდომა გააგრძელა თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე ლომთათიძემ, რომელმაც დიდებული სიტყვა წარმოთქვა. მას ჰქონდა ორი გზავნილი. ერთი გზავნილი იყო ევროპის დიდი სახელმწიფოების მისამართით, მან აღნიშნა, რომ საქართველოს მიისწრაფოდა ევროპული დიდი ოჯახში დასამკვიდრებლად და მისი მეორე გზავნილი უკვე მეზობელი სახელმწიფოების მისამართით იყო ნათქვამი, თქვენი ცით სომხეთ საქართველოს ომი ახალი დამთავრებული იყო, სომხეთს და აზერბაიჯანს შორისაც იყო საომარი მოქმედებები და ალექსანდრე ლომთათიძის სიტყვაში საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს სურდა კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება მეზობელ სახელმწიფოებთან. აი ეს ორი გზავნილი ჰქონდა ალექსანდრე ლომთათიძეს. მისი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ მან მოუწოდა დეპუტატებს ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტისთვის. თქვენით რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი პირველად მიიღეს 1918 წლის 26 მაისს და მასზე მოხდა პოლიტიკოსების ხელმოწერა, თუმცა მაშინ როგორც ვიცით საქართველოს არ ქონდა მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანო, არჩეული ორგანო, ახლა უკვე საქართველოს არჩეული პარლამენტი ყავდა და შესაბამისად ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმას, რომ დაადასტურებდა თუ არა საქართველოს კიდევ ერთხელ იმ პრინციპებისადმი ერთგულებას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში იყო დეკლარირებული, თან აქ იყო ერთი გარემოებაც. რუსები, საბჭოთა რუსეთის პოლიტიკურ წრეში აცხადებდნენ, რომ ქართულ ერს კი არ სურს დამოუკიდებლობა, არამედ დამოუკიდებლობა გამოაცხადა ქართული პოლიტიკური ელიტის მცირე ნაწილმა და შესაბამისად თუ კი ქართული პოლიტიკოსები, რომელსაც უკვე მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდათ, თუ კი კიდევ ერთხელ დაადასტურებდნენ იმ პრინციპების ერთგულებას, რაც დეკლარირებული იყო დამოუკიდებლობის აქტში, ამას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა და კიდევ ერთი ხაზგასმა იქნებოდა იმისა, რომ ქართულ ერს სურდა ეს დამოუკიდებლობა და არა ერთ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს ან პარტიას და შესაბამისად მოხდა დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერა და ამიტომაც გვაქვს ჩვენ ორი დამოუკიდებლობის აქტი იმ პერიოდში. პირველი 1918 წელს მიღებული და მეორე 1919 წელს მიღებული და პირველი ხელი ამ დამოუკიდებლობის აქტს მოაწერა ნოე ჟორდანიამ და სულ 99 დეპუტატმა მოაწერა ხელი აი ამ დამოუკიდებლობის აქტს. სამწუხაროდ საქართველოს დამფუძნებელი კრების მუშაობა შეწყდა 1921 წლის 17 მარტს, თქვენ იცით რომ 1921 წლის 11-12 თებერვლის ღამე საბჭოთა რუსეთის წითელი არმია შემოიჭრა საქართველოში, მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები, 24 თებერვალს საქართველოს მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობამ თბილისი დატოვა და გადავიდნენ ისინი დასავლეთ საქართველოში, პირველ ეტაპზე ქუთაისში და ერთი სხდომა სხვათა შორის 20 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ ქუთაისში ჩაატარა და ბოლო ორი სხდომა მათ ჩაატარეს ბათუმში 15 და 17 მარტს და სწორედ 17 მარტის სხდომაზე იყო საუბარი იმაზე, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა მიემგზავრებოდა ემიგრაციაში და სწორედ ემიგრაციიდან გააგრძელებდნენ ისინი ბრძოლას საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად. თუმცა სანამ ემიგრაციაში გაემგზავრებოდნენ, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ გადადგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიცაც უდაოდ ისინი გამორჩეულები არიან, ეს იყო საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება და სხვათა შორის ერთ-ერთმა ჩვენმა მეზობელმა პატარა სახელმწიფომ, რომლებიც ასევე დაიპყრო რუსეთმა, ჩრდილო კავკასიელთა რესპუბლიკა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ერთ-ერთმა ვერ მოასწრო კონსტიტუციის შექმნა და მიღება. ერთადერთი სახელმწიფო იყო საქართველო. კონსტიტუცია ეს არის ქვეყნის მშენებლობის დამაგვირგვინებელი ეტაპი, დამაგვირგვინებელი ფაზა და ისიც კი მოასწრო საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, სანამ ისინი ემიგრაციაში გაემგზავრებოდნენ. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან საინტერესო საქმიანობ ჩვენ ამ თემაზე აუცილებლად გავაგრძელებთ მომდევნო გადაცემებში საუბარს. ალბათ მნიშვნელოვანი საინტერესო ინფორმაცია არის ისიც, რომ სხვადასხვა დროს დამფუძნებელ კრებაში კრების ინიციატივით შეიქმნა 23 მუდმივი დროებითი და მცირე კომისია, ხო? და როგორი იყო მათი აი საქმიანობები, როგორ ხდებოდნენ ისინი რეგიონებში დადიოდნენ ხვალის მოცემული ის მასალები ხდებოდნენ?
მოსახლეობას, ადგილობრივ ძალიან აქტიურები იყვნენ, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით. მოდელად იქნებოდა ასეთი კომისია და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ ისინი, აი რეგიონებში ყველგან არის, მაგრამ ზოგიერთ რეგიონში არჩეული თვითმმართველობის საქმიანობას და საქართველოს დამფუძნებელი კრებიდან იგზავნებოდა სხვადასხვა დელეგაცია, რომელიც თვალყურს ადევნებდა ამ თვითმმართველობის მუშაობას და ისინი ადგილზე ეცნობოდნენ რა ვითარება იყო, მაგალითად ქრისტინე შარაშიძეც ერთ-ერთი პირველი პარლამენტარი ქალბატონი ხშირად დადიოდა ამ რეგიონებში და შემორჩენილი არის ის ანგარიშები, რომლებიც მან და სხვა დეპუტატებმა წარუდგინეს საქართველოს დამფუძნებელ კრებაზე და სწორედ იქ ხდებოდა განხილვა თუ რა მიმართულებით უნდა გაეგრძელებინა საქართველოს დამფუძნებელ კრებას მუშაობა და როგორ შეეწყო მთელი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის საქართველოში და ამ თვალსაზრისითაც გამორჩეული არის საქართველოს დამფუძნებელი კრების მუშაობა. სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ასევე გარკვეული ჩანაწერები, სადაც იმ დაძაბული ურთიერთობის შესახებაც იკვეთება, რომელიც დამფუძნებელ კრებაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური კულტურა საქართველოში ამ პერიოდში მაინც მაღალი იყო, მაგრამ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკური შეურაცხყოფების ფაქტებიც გვაქვს სამწუხაროდ და ეს ასეთ მაგალითს დავასახელებ თქვენ ნებართვით, ეს იყო ფიზიკური დაპირისპირება საქართველოს პარლამენტში სოციალისტ ფედერალი შალვა ნუცუბიძესა და რომელიც მოგეხსენებათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო და სოციალ-დემოკრატ ბენია ჩხიკვიშვილის შორის, რომელიც პარალელურად გახდა თბილისის მოურავი, ანუ დღევანდელი ტერმინოლოგით თბილისის მერი. მათ შორის გარკვეული სიტყვიერი შელაპარაკება მანამდეც ყოფილა, შემდეგ შალვა ნუცუბიძეს დაუწერია რაღაც ბენია ჩხიკვიშვილზე და სწორედ აი ამის გამო მოსთხოვა პასუხი ბენია ჩხიკვიშვილმა 1921 წლის 1 თებერვლის სხდომის შესვენების დროს კულისებში შალვა ნუცუბიძეს და მათ შორის გაიმართა ეს დაპირისპირება ბენია ჩხიკვიშვილმა ხელი დაარტყა შალვა ნუცუბიძეს და წარბი გაუხეთქა თურმე შალვა ნუცუბიძემ მას კამიესროლა თუმცა ააცილა საქმეში ჩაერია სოციალისტ ფედერალისტი სამსონ დადიანი და გააშველა ისინი ბენია ჩხიკვიშვილს თან ჰქონდა რევოლვერი და ეს რევოლვერი მოიმარჯვა თუმცა საქმე დასრულამდე არ მისულა ეს ძალიან დიდი სკანდალი იყო და მაშინდელ ქართულ საზოგადოებაში ამას დიდი გამოხმაურება მოყვა პრესაშიც არის ამაზე გამოხმაურებები, მაგრამ განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვეს ეს ინციდენტი სტუდენტებმა, რომლებიც სოციალ-ფედერალურ პარტიაში იყვნენ გაწევრიანებულები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებზე არის საუბარი, მათ მოითხოვეს სტუდენტების კრება ჩაეტარებინათ, მაგრამ ამ კრებაში მონაწილეობა არ მიიღეს სოციალ-დემოკრატმა და ეროვნულ-დემოკრატმა სტუდენტებმა, სოციალ-ფედერალისტურმა სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისკენ ისინი მასშტაბით გაემართნენ, გზაში მათ ხალხიც უერთდებოდა, როდესაც ისინი მივიდნენ ამ სასახლესთან, აინიდან მათ მიესალმა სოციალისტ ფედერალისტი შალვა მესხიშვილი, რომელმაც თქვა, რომ მას ის უფრო მეტად გაუკვირდებოდა თუ კი სტუდენტებს არ ექნებოდა ასეთი რეაგირება და მან თქვა, რომ ბენია ჩხიკვიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა არა შალვა ნუცუბიძეს, არამედ ქართულ ხალხს, რომლის ინტერესებსაც გამოხატავდა საქართველოს დამფუძნებელი კრება, ისინი მოითხოვდნენ საერთოდ გაერიცხათ დამფუძნებელი კრებიდან ბენია ჩხიკვიშვილი, თუმცა მმართველმა ძალამ დღის წესრიგშიც არ შეიტანა ეს საკითხი და თქვა, რომ ეს ორ კერძო პიროვნება შორის მომხდარი რაღაც დაუგებრობა იყო, ეს დაპირისპირება არ მომხდარა დამფუძნებელი კრების მუშაობის დროს. თვითონ ბენია ჩხიკვიშვილმა აღნიშნა, რომ ის აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა მაშინ და წინასწარ განზრახვით არ მოქმედებდა და აი ესე ამოიწურა ეს ინციდენტი და თან იცით, რომ მალე რუსეთ-საქართველოს ომიც დაიწყო და ამ ორ ადამიანს შორის მომხდარი კონფლიქტი უკვე აღარავის აღარ ახსოვდა, ისე განვითარდა მოვლენები. ასე რომ ამით იმის თქვა მინდოდა, რომ დაპირისპირებასაც ჰქონდა საქართველოს დამფუძნებელ კრებაში ადგილი სიტყვის, ფიზიკურს და ასე შემდეგ, მაგრამ პოლიტიკური პარტიები სხვადასხვა საკითხებზე კოორდინირებას, მუშაობას, თანამშრომლობას მაინც ასე თუ ისე ახერხებდნენ და პოლიტიკური კულტურა მაშინ გაცილებით მაღლა იყო ვიდრე როგორც ვთქვით მომდევნო პერიოდში. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ლევან, როგორც ყოველთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საუბრისთვის. შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერში გვერდებოდა ლევან ჯიქია ისტორიკოსი.